ეს უბრალოდ BMW-ს შექმნილი რაღაც შემდეგი მოდელი არ არის რა. მედვედი აგრესია არ არის საჭირო. იმენა მანქანას უნდა რომ მოგყავს ჩემი კაი. ერთხარეს ჩვენ გვყავს სენსორიანი ეკრანების, განვითარებული კომპიუტერების და ბიტკოინების ერის ულამაზესი წარმომადგენელი Toyota MK5. მის წინააღმდეგ კი გვყავს ჩაქუჩების, მეტალურგიის და კარბურატორების ერის წარმომადგენელი Toyota Supra MK4. ამ ორივე მანქანას აერთიანებს ის, რომ ორივეს 6 ცილინდრიანი ძრავები აქვთ. B58 თანამედროვე ძრავი, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება BMW-ში, ხოლო მეორე მხრივ კი ლეგენდარული 2JZ, ასევე 6 ცილინდრიანი. თავის დროზე twin turbo, თუმცა ამჯერად უკვე single turbo-ზეა გადაწყობილი, რომელიც გამომუშავების დაახლოებით 500 ცხენს საბურავს. ვინც არიცით, მოკლედ ეს 2JZ რა არის საერთოდ? ეს არის ძველი იაპონური ძრავი, რომელიც ყველა მხრიდან გაუპატიურებული არის რა. თუ რამე არსებობს მსოფლიოში ტიუნინგის მცდელობა, აბსოლუტურად ყველაფერია ამ 2JZ-ზე ჩატარებული. ანუ იმხელა გზა არის უკვე გატარებული, რომ წარმოიდგინე, დრაგში ძალიან აქტიურად ხმარობენ, დრიფტში ერთ-ერთი პირველი ძრავია, თუ პირველი არა. დღესდღეობით დრიფტის ჩემპიონატებს რო გადახედოთ, ყველაზე გამძლე ძრავად ითვლება ზუსტად 2JZ. და ასევე თვითონ 2JZ-მ პოპულარობა მოიპოვა იმის გამო, რომ თვითონ 2JZ უტურბინო და ტურბინიანიც ძალიან ბევრ მანქანაში გამოდიოდა რა. ნუ Supra-ს რამოდენიმე თაობაში ხო გამოდიოდა 92 წლიდან. GE ვერსიებიც იყო და GTI ვერსიებიც იყო. Aristo-ში გამოდიოდა ასევე უტურბინო და ტურბინიანიც. Lexus-ში გამოდიოდა IS 300-ში, ჩვენ რო ვეძახი ხა Alteza-ს, Alteza არა და Lexus-ი არის მარცხენა საჭიანი და მაგაში და მთლიანობაში ანუ იმდენად გავრცელდა ეს ძრავი, რომ ხელმისაწვდომობა იყო ძალიან დიდი რა. და ნუ ბევრი ტექნიკური დეტალი თვითონ ტურბინიანსა და უტურბინოს შორის ძალიან ახლოს არის. ანუ მაგალითად ბლოკი თითქმის ერთი და იგივეა რა. მაგის გამო ხელმისაწვდომობა რო იყო და თან იაფი რო იყო, განვითარდა და მაგიტომაც მივიღეთ დღეს, რომ აი უყურე, წარმოიდგინე Google-ში წერ 2JZ, აი ესე ბრ აი ეგრევე Google გეუბნება რა პრობლემა აქვს, ბრ რას ნიშნავს. ანუ კრ-კრ-ზე სხვა პრობლემას გიგდებს და ყველა ფორუმზე უკვე გათელილია ეს გზა რა. ტიუნინგ კომპანიები კიდე 2JZ-ისთვის დღემდე უშვებენ ძალიან ბევრ დეტალს და მთლიანობაში ვიღებთ იმას, რომ ნებისმიერ სპორტში, ნებისმიერი შედეგების მიღწევა შეგვიძლია 2JZ-ით რა. ანუ დაწყებული რავი 500 ცხენიდან დასრულებული ავსტრალიაში მახსოვს 2000-2500 ცხენამდე ყავთ წარმოიდგინე 2JZ-ის ბაზაზე ძრავები, რომლებიც დადიან 402 მეტრს რავი, აი ისე რომ აი ვერ წარმოიდგინე, აი 6 და 7 წამში. ძალიან კარგი ხნეს რეალურად, რომ შემდეგ თაობაში Supra-ში მსგავსი ძრავი ჩადეს. გულისხმობ იმას, რომ ისაც 6 ცილინდრიანია, თუმცა რაღაც სხვაობები არის რა. ნუ გეცოდინებოთ, რომ BMW-ს რავია, B58. თუმცა ამ ეტაპზე ძრავი რო უფრო მსუბუქი ყოფილიყო, ალუმინისგან გააკეთეს B58, ხოლო ძველი 2JZ არის ჩუგუნის ბლოკი, რომელიც სიმართლე გითხრა უფრო გამძლეა ვიდრე B58. მაგრამ არ ვაკნინე BMW-ს ძრავებს არა, ვიცით რომ როგორც 2JZ-დან წარმოიდგინე ქარხნული ძრავიდან რა შიგნეულობას რო არ ცვლი, შეგიძლია 1000 ცხენის ამოღება, ასევე შეგიძლია B58-დან 1000 ცხენის ამოღება და დაჟე საქართველოშიც უკვე დაამტკიცეს ჩვენმა ბიჭებმა. მოდი ჯერ 2JZ ვნახოთ როგორია. ამ შემთხვევაში ეს გაკეთებულია, თან გეტყვით რა გაკეთებული. ორჯერ გამოვხაჩ. ამას ჭირდება ორჯერ გამოვხაჩვა, ისე არ იღება კაბოტი. წარმოგიდგენთ 2JZ-ის როგორც გითხარით. ქარხნულად twin turbo სისტემაა რეალურად GTI ვერსია, თუმცა როგორც გითხარით, single turbo-ზეა გადაყვანილი.
შემშობი კოლექტორიც შეცვლილი აქვს, რომ ანუ იდეა არის ცხენების ამოღება, შემშობი კოლექტორი უწყობს ხელს, დაწუნგებულია. აქ რასაც ვერ ხედავთ ძრავის შიგნეული, ზედა თავაკში უკვე შეცვლილია რასპედულებს, რასაც ვეძახით, ანუ ზედა ლილვები, ქართულად ვისაუბროთ, მოკლედ, გაგრილების სისტემაც შეცვლილი აქვს, ინტერკულერიც, ანუ მთლიანად ჰაერის გაგრილებაც უკვე შეცვლილი აქვს და უფრო კარგად გრილდება და აი ამ ყველაფრის ბოლოს, ანუ ეს ყველაფერი რო გააკეთეს და რო დააწუნიგეს, ამ მანქანაზე, ამ ძრავზე მივიღეთ 513 ცხენის ძალა საბურავზე. ეგ არის დაახლოებით 600 ცხენის ძალა უკვე ძრავზე. მაგრამ კიდე იცი რა არის საინტერესო? ამ ორ მანქანას ისეთი რაღაცა აერთიანებს, რასაც ალბათ ვერც წარმოიდგენდი. ეს არის გადაცემათა კოლოფი. იქიდან მოვარე სტანდარტული, ტრადიციული სუპრას მექანიკისგან განსხვავებით, აქ გვაქვს 8 HP, რომელიც იგივე კოლოფია, რაც უყენია ახალ სუპრას. რეალურად გადაცემის მხრივ თუ დრაგზე გამოდიხარ, 8 HP ყველა ვარიანტში ჯობს. ანუ საქმისთვის, საქმე რო უკეთესად დადოს, შედეგი რო უკეთესად დაიდოს, 8 HP მართლა ჯობია, მაგრამ რაც შეეხება ემოციებს, რამდენად კარგად მუშაობს 8 HP და გვაკლია თუ არა ემოციები, მოდი ახლა გავტესტოთ. ემკავთ, მათ შორის არის არ მიტარები. კარგი. ჩვენ გვინდა დეში, მოდი მანუალში გადმოვრთოთ და ბენზინი არა გვაქვს, ბიჭო. ხო არ გადაო. ევაკუატორი მინდა სასწრაფოდ. მაყუჩი მაქვს შეცვლილი და მაგიტო ვერ დავდივარ. ანუ მანქანა დადის ისე კი. ტრეკზე და რაც შეიძლება მალე მჭირდება. დაიხარ მანუალი უსაფრთხოება ეგ არის HP რო აყენია სუპრაზე ცოტა უცნაური შეგრძნებაა. ანუ უნდა მიეჩვიო. თან ძველი მანქანაა, ბევრი custom დეტალი უყენია და ეხა რო იცოდე ცოტა საწვავის სუნის დგას და მაგიტო ცოტა მეშინია. ეს ხმა რო არ ქონდეს სუპრა არ იქნებოდა რა. და კარგი რაც არის MK5-ისგან განსხვავებით ეხლა მთელი სალონი გიყურებს შენ, ანუ გესმის ეს ყველა. MK5 არის, როგორ იცი, კომფორტულად ზიხარ რა, ანუ საკაიფოდ ზიხარ, მაგრამ MK4 თვითონ გაცვია, ანუ მთლიანად მანქანა გაცვია. რაღაცა მოჭერილი სპორტულივით გაქვს რა. ოღონ ესთეტიურადაც ლამაზად რო გაქვს გარედან. ეხა ვიცი რა ფიქრებში წახვედით თქვენ და ეგ არა, აი ლამაზად რო ჩანს ყველაფერი. ემოციურად ეს აბსოლუტურად სხვა მანქანაა რა. ტურბოს ხმა, ბლოუ-ოფის ხმა, გეიტი რო იხსნება, არ ვიცი რამდენად კარგად ისმის, მაგრამ აბსოლუტურად სხვა არის. ემოციურად აი მთლიანად გავსებს. ძველი სუპრას მოყვარული ვიცი რამდენი ხართ და ვიცი რამდენს გევასებათ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ჩამოიყვანთ ამას. მაგრამ საშუალება გაქვთ, რომ ახალი სუპრა ჩამოიყვანოთ
MK5, რომელიც შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ Hoauto იმპორტით, როგორც კორეიდან, ასევე ამერიკიდან. როგორც წესი, კორეაში ძალიან კარგი ვარიანტებია ხოლმე, ვისაც გეზარებათ ავტომობილის შეკეთება. შეგიძლიათ პირდაპირ კორეაში გადახედოთ გამზადებულ Supra-ს, არა გატოტალებულს, როგორც ამერიკაში ხოლმე ხშირად და პირდაპირ იქიდან გამოუშვათ, მაგრამ თუ გევასებათ ჩალიჩი კეთება, მაშინ შეგიძლიათ ამერიკასაც გადახედოთ და ამერიკაშიც ძალიან დიდი არჩევანია ახალი Supra-ების. მოკლედ, თუ გადაწყვეტეთ ერთი ან მეორე ჩამოყვანა, შეგიძლიათ Hoauto იმპორტს მიმართოთ. არ მინდა რომ რაღაც დეტალები გამორჩეს, რომელსაც არ განახებთ უბრალოდ რა. იქნება ეს ვიდეო ერთ-ერთი საჩვენებელი ვიდეო იყოს, რომ აი შემდეგ თაობას აჩვენონ, რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი Toyota Supra არსებობდა და ბევრი მიმეები იყო ამებზე გაკეთებული. მოკლედ, MK4-ის რა შექმნის დღიდან თვითონ Toyota მუშაობდა იმაზე, რომ მანქანა ყოფილიყო მთლიანად შენზე მორგებული. აი ეს ტორპედო მთლიანად შენ გიყურებს, ანალოგურ ისრებს, აი ეს სისტემა როგორც არის რა, ძველ სტილში მოწყობილი, სადაც მექანიკურად დადის ისრები, აქ ჩვეულებრივი ნატურაზის არანაირი ციფრული განათებები და რაღაცეები, ანუ თავის ხიბლი აქვს მუღამი. აი ეს ტახომეტრიც რო დაქოქავ რა, წევან რო დაქოქეთ, კანკალებდა და აი ყველაფერს თავის მუღამი აქვს რა, ანუ თვითონ შეგრძნებების მხრივ ესეთი რაღაცეები ბევრად მაგრად ასწორებს. თან რო ხვდები რომ წარმოიდგინე ამ მანქანაზე დაახლოებით 25 წლის წინ ზრუნავდნენ. მაშინ იყო ჩემი აზრით ის მიდგომები ქარხნების მიმართ, რომ მანქანა გაეკეთებინათ, აი რასაც ქვია ჩაქუჩი. ანუ მანქანა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც გაუძლებდა ძალიან ბევრ წელს, ძალიან ბევრ ცხენს. გინდაც Mercedes-ი აიღე, BMW-ი აიღე, აი M50 რო გამოდიოდა, გინდაც აი 2J-ი რო გამოვიდა, M4-იც დაჟე დრიფტში ხო იყენებენ ბიჭები. არ ინანებოდათ რა, აი რასაც ქვია აი რკინა არ ინანებოდათ, უშვებდნენ სქელ შატუნებს, პორშინებს და ასე შემდეგ. არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ აუ ბევრი არ დაგვეხარჯოს და მინუსში არ გავიდეთ და ასე შემდეგ რა. აქაც ეგ იგრძნობა, იმიტომ რომ წეგან როგორც გითხარით, ქარხნული ძრავი რეალურად 800-1000 ცხენზე დადის. დიდ ტურბოზე რა თქმა უნდა ეხა, მაგრამ დადის. რასაც სიმართლე გითხრა, ვერ ვიტყვით ახალ MK5-ზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მიდგომებია იქ. ეხა ბუნებრივია 25 წელი გავიდა და სხვა მიდგომები ექნებოდათ, მაგრამ მოდი იმასაც ჩაგახედეთ. ეხლა გავიაროთ B58-ის შესაძლებლობები. თანამედროვე რო არის ძრავი, ეგ არ ნიშნავს აუცილებლად რომ ძალიან მაგარია. ეხლა მე რა არ მომწონს B58-ის გეტყვი. ალუმინის ბლოკი რო არის, ეგ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სუბუქია, გამძლეა, თვითონ კონსტრუქციულად დახვეწილია და ასე შემდეგ. მაგრამ პრეტენზიულია, რადგან თანამედროვეა, ბევრ სენსორს უყურებს და თუ რამე არ მოიწონება, ეგრევე გიბლოკავს კომპიუტერი, რომ ოპა, აი ეს არ მომწონს, აი რაღაცა ხმა გავიგე ძრავში და რაღაც და მაგის გარდა კიდე ბევრი ელემენტები აქვს დამატებული. აი მაგალითად შემშვები კოლექტორის გაგრილება აქვს ქარხნულად, ანუ ინტერკულერზე არზის როგორც მახსოვს. ბევრი ატრიბუტები აქვს დამატებული და ეს ატრიბუტები მთლიანობაში რო შეკრიბავ, საკმაოდ მძიმეა. ანუ წარმოიდგინე, სპორტისტვის რო ხმარობ, თუ ეს ატრიბუტები ყველაფერი არ დააცალე და ასე ვთქვათ, ჩონჩხი არ გამოიყენე, როგორც ეხლა ამ შემთხვევაში 2J-ზე გვაქვს რა, წონა დაახლოებით B58 და 2J-ის დაახლოებით ერთნაირი აქვს. წარმოიდგინე. მაგიტოა საჭირო ახალი კომპიუტერების გამოყენება სწორად B58-ის შემთხვევაში, რომ მივიღოთ ის შედეგი. ანუ პრობლემა რაშია, იცი, რომ direct injection-ია ეს სისტემა, ეს ხო არის ჩვეულებრივი კლასიკური ინჟექტორები უყენია, port injection-ს ეძახიან და პრობლემა არ არის, ან მარტივი მართვაა, სტანდარტული წნევა ბენზონასოსი აქ უკან, ხოლო ამ შემთხვევაში კი უკვე მაღალწნევიანი ნასოსი გვიყენია ძრავზე, ინჟექტორები უკვე უშუალოდ ძრავზე აყენია ზემოდან, რომელიც პირდაპირ ცილინდრში ასხავს, თან აგრილებს ძრავს და თან საწოლს აწვის რა. და პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე უნივერსალური კომპიუტერები ჯერ კიდე კარგად ვერ მართავენ ესეთ ძრავებს. აქ მართალია, ეხა იმ ხელას ივცე არა გვაქვს, როგორც 2J-ზე, ყველაფერი პლასმასებით არის დაფარული. ქარხნული აბსოლუტურად ყველაფერი, სტანდარტული ფილტრია, სტანდარტული სისტემაა, დროსელი, შემშვები, გაგრილება და ასე შემდეგ და სტანდარტულ Supra-ს
ჩვენ Supra-ს ქარხნულად აქვს 382 ცხენის ზალა, მაგრამ თუ გაინტერესებს სიმართლე, მე მგონია რომ 382 ცხენს ეს უფრო კარგად იყენებს ამ კუზოოსთვის, ვიდრე 500 ცხენს ეს თავის კუზოოსთვის. მე უფრო მოსახელებში მაქვს საუბარი. ამ ვიდეოში გადავწყვეტეთ, რომ სოკარისგან საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენ გამომწერებს, კონკრეტულად TikTok edit-ებზე. ანუ ამ ვიდეოდან ნებისმიერი კადრი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჰეშტეგი აუცილებლად მიაწეროთ. აი ეგ დაიწერება ხერო1 და რომელ edit-საც ექნება ყველაზე მეტი ნახვა, დადებიდან 2 კვირაში გამოვავლენთ გამარჯვებულს, მას სოკარისგან გადმოეცემა 100 ლიტრი საწვავი. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ეს B58 ახალი Supra რო გამოვიდა, რომ BMW-ა Z4-ის ბაზაზეა, ანუ დააკოპირეს, ეს რა გააკეთა Toyota-მ და ასე შემდეგ, მაგრამ დრო რო გავიდა, მე მგონი ყველა მიხვდა, რომ Supra მაინც თავის სახელი თქვა რა. ვიცი რომ ნეგატივი წამოვიდა ძალიან ბევრი, მაგრამ საბოლოო ჯამში ნელ-ნელა ამართლებს, იმიტომ რომ Toyota Supra ეხლა წერს თავის ისტორიას რა. რეალურად Toyota-ს აი ესე სახელი არ მიუგდია BMW-სთვის, რომ აჰა, რაც გინდა ქენი, მე შენ სახელს გაძლევ და უბრალოდ გაყიდვებისთვის მოკყიდე. ეგ სახელი ეგრე არ ყოფილა რა. ანუ Toyota-მ პირველ რიგში იმუშავა დიზაინზე, ჩაატარა ტესტები აეროდინამიკაზე, აეროდინამიური რო იყოს მაქსიმალურად Supra, დაკიდებაზე იმუშავა, ანუ Z4-ისგან მოკლედ ბაზა აიღეს და დაკიდების სისტემა დახვეწეს რა. როგორი უნდა ყოფილიყო? აი რეზინები როგორი ჩაპრესილი უნდა ყოფილიყო? ამორზატორებს როგორ უნდა ემუშავა? ასევე მანქანა რო ააწყეს მოცურების საწინააღმდეგო სისტემაზე, ცალკე გააკეთეს კიდე კალიბრაციები, ანუ ეგაც დახვეწეს, Toyota-მ დახვეწა ეგ, BMW-ს გარდა, Toyota-მ იმუშავა ამ თემაზე რა, ვისაც გონია რომ მარტო BMW-ა ეს. და რაც თავარია, ანუ საინტერესო თემას მივოდექით. ძრავი კი იგივეა, ბაზარი არა და არ შეუცვლიათ დიდი არაფერი, მაგრამ კომპიუტერული სისტემა, ანუ კომპიუტერი, ასევე Toyota-მ შექმნა, ანუ upgrade გაუკეთა ECU-ს, რაც მართავს ამ ძრავს და ბევრად დახვეწილია და Supra-ზე სხვა BMW-ს კომპიუტერს ვერ დააყენებ, იმიტომ რომ თავი სჭირდება აუცილებლად. განსაკუთრებით აი მოდელებს 2021 წლის მერე, რომელიც არის გამოშვებული, რომელიც დალოქილია, ანუ ტიუნინგსაც ვერ ჩაწერ ფიზიკურად რა. ასევე ტრანსმისიაზე, რაზეც ვლაპარაკობდით 8 HP-ზე, 8 HP-ს კალიბრაციაც ცალკე გააკეთა Toyota-მ. ასე რომ ეს უბრალოდ BMW-ს შექმნილი რაღაც შემდეგი მოდელი არ არის რა. Toyota-ს არ მიუგდია და Toyota-ს პატივს სცემ მაგისთვის. ეხა კი ხმები გაბაზრდა რაღაცა, რომ Toyota-მ BMW-ს საერთოდ ზურგი აქციაო და ახალი Toyota Supra უნდა გააკეთოს, მაგრამ ჯერჯერობით ჭორების დონეზეა დამტკიცებული არ არის და მაგას ვნახავთ რა. ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება რა. ასეა თუ ისეა, მოდი ეხა MK5-ის ტესტები კარგად გავაკეთოთ და ნახე, რას ფიქრობდი მე, ვიდრე დრაგზე დავაყენოთ უბრალოდ ეს ორი Supra და ვნახოთ სწორზე, რომელი უფრო სწრაფია, მე მგონი ისედაც ნათელია, ხო? ანუ 500 ცხენი აქვს საბურავზე და ამას აქვს 382 ცხენი აქვს ძრავზე. 300 ალბათ 30 ცხენი იქნება დაახლოებით საბურავზე. და მე ვფიქრობ, რომ მოსახვევებში გავტესტოთ, ნახოთ როგორ იჭერს თავს. სავარძელი თვითონ სალონი როგორ არის მოწყობილი, რომ კომფორტულად ზიხა თუ ეჭიდავები, საბურავების სრიალებს, არ სრიალებს, გეომეტრია როგორ მუშაობს მანქანის საბურავებზე მართლა გამახსენდა. ჩვენ ეხლა გვიყენია აქ 265, 30, 19 და ზუსტად იგივე საბურავი გვიყენია მეორე Supra-ზეც, ანუ ზუსტად იგივეა რა. ეს საბურავები ჩვენ შევიძინეთ New Auto-Motorში ვიყავით და Road March-ის საბურავი წამოვიღეთ. ბიჭებს საკმაოდ დიდი ბაზა აქვს და ჩვენ გვინდოდა კონკრეტულად 265-30-ზე, ანუ დაბალი საბურავი გვინდოდა რა, რაც ცოტა დეფიციტურია. ეცოდინებათ თბილისში და მოკლედ ძალიან დიდი ბაზა აქვს, ვისაც გენდომებათ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გადახედოთ უზარმაზარ ბაზას და თქვენთვის რამე სასურველი აარჩიოთ რა. რა თქმა უნდა, BMW-ს კომპონენტებით დატვირთული სალონი, რომელიც კი უფრო კომფორტულია,
ეს კარბონის დეტალები აქ რეისინგ სტილში, Toyota-ს გაკეთებული ლამაზი დეშბორდი კონდეს, სალონი კონდეს, თუმცა ის ხიბლი არ აქვს. ძველებური სტილი, ესეთი ჩაქუჩი სტილი არ აქვს ამას რა. ეს არის უბრალოდ უფრო სტატუსის მანქანაა, რომ სადმე ბათუმში წახვიდე და იქ რაღაც გოგო ჩაისვა და იქ რაღაც გაისეინო და ანუ უფრო ამ სტილში არის. იმიტომ რომ იმ მანქანაში გოგო თუ ჩაისვი შენ და სუპრა არ იცის რა არის. იმ დღეს ის გოგო არ არის მომცემ, შანსი არ არის. დაივიწყეს მაო. ჩვეულებრივი Opel Omega არის, ჩვეულებრივი გოგოსთვის, რომელიც ავტოსამყაროში ანუ არაფერი არის, საერთოდ არ აინტერესებს. სხვათა შორის, ეხლა პირველად არის Supra Trek-ზე. პირველად ტესტავთ Supra-ში Packelos Z-ს, Plus Motors-ში ჩავასხით გეცოდინება წინა სერიიდან და აქ უკვე შეგვიძლია ყველაფერს დავაკვირდეთ, ტემპერატურებს, როგორ იქცევა ძრავი, გაურბის, არ გაურბის და ერთად შევამოწმოთ რა. BMW-ში 39-ში გავტესტეთ Packelos, ყველაფერი რიგზე იყო. ეხლა ამის ჯერია და უკვე შემდეგი მანქანა, სადაც Packelos გავტესტავთ, ეს იქნება Silvia. ჩვენი უსაფრთხოება D სპორტი traction off-ი მოდი მანუალზე ვიყოთ ჯობია წავედით ამაკანის პრეზენტაცია სანამ დავიწყო. უბრალოდ, ანუ რა შემთხვევა არის, მოდი განახო რა. MK5-ს, ანუ ახალ Supra-ს ვიღებთ ძველი Supra-ით. შეხედე? DJI Osmo გვაქვს დაყენებული იქ და იქიდან ვიღებთ ამის კადრებს. გადამღები მანქანა რო გეყოლება MK4 2J-ი GTI რა მაგრა დასწორებს. თუმცა არ ვიცი ხა სიმაღლე რომელი უფრო სწრაფია. Dragă საინტერესო იქნებოდა ამათ დაყენება ის სხვათა შორის, მაგრამ ის რადგან ნასტროიკაზეა სავარაუდოდ გაასწრებს ამას. მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ მოსახვევებში იმისი იმედი მაქვს. ასეა თუ ისეა, ამ მანქანას ისეთი სისტემები აქვს უკვე ABS-ი, ანუ traction control-ი, იმდენად დახვეწილი აქვს, რომ სავარაუდოდ ძველ თაობას საქმეში აჯობებს რა. თუ ძალიან მაგარი მძღოლი არიჯდა MK4-ზე, რომ იმ მძღოლობის ხარჯზე გაჯობოს რა ფიზიკურად. კაი, მოკლედ. რაც შეეხება ამას. უკვე იცით რომ დაახლოებით ალბათ ერთი თვე აქ ქალაქში ამით დავდივარ და აქ რაღაც თავის პლუსები და მინუსები. სიმართლე რომ გითხრა, მაინდა-მაინც არ მომწონს, როდესაც სისტემები გეხმარება. როგორც Formula 1-ში იყო ადრე ის თემა, რომ თლიანად შენიყავი მანქანა და პრობლემა თუ რამე გქონდა მანქანას, ესე იგი შენი პრობლემა იყო და არა მანქანის. ეგ მიდგომა უფრო ასწორებს რა. ვიდრე ის რომ traction-ი საბურავი არ დაბუქსავდეს, ABS-ი ჩაირთო და ასე შემდეგ. უფრო მამაკაცურია რაღაცნაირად. მოსახვევებში, რასაც ვხედავ, ახაც რომ დავდივართ, MK5 უკეთესად დგას. ყველა ვარიანტში უკეთესად დგას რა. თან გონია რომ ბაზა ცოტათი უფრო განიერი აქვს, სიგანეში გულისხმობ ვიდრე ძველ Supra-ს, მამა Supra-ს. მასტრებს. არა, ისნაირად დავდივართ. მაგრამ მე მგონი იმას ბოლომდე არ ქონდა დადგული. თუ შეამჩნიე, Supra ბევრად უფრო ბზინავს, ვიდრე აქამდე იყო. Lux Auto-ში მორჩით პოლირებას, ყველა დეტალი იდეალურად დამუშავდა და ეფექტსაც თქვენ ალბათ ხედავთ უკვე როგორი გამოვიდა და დაჟე ალბათ აეროდინამიკასაც ცოტა მოეხმარება, რომ კარგად გაჭრას ჰაერი. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი დროზე აისახება. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა პოლირება აეროდინამიკაზე არ მუშაობს, არ დაიჯეროთ ეგეთი რაღაცეები, მაგრამ უბრალოდ ძალიან სასიამოვნოა, რომ იდეალურ მდგომარეობაშია Supra, როგორიც მინდოდა მე ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა Lux Auto-ს კიდე ესეთი კარგი მომსახურებისთვის, ვისაც გექნებათ სურვილი, რომ ესე გააპრიალოთ თქვენი ავტომობილი, აუცილებლად შეიარეთ, დაელაპარაკეთ და ფირის გადაკვრის სერვისებიც აქვს, ბევრი სხვა სერვისი აქვს და საბოლოო ჯამში შეგიძლიათ ესეთი არაჩვეულებრივი მანქანა მიიღოთ. შემდეგი ჩვენი გაჩერება არის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ქვედა ესები, სადაც ძალიან ბევრი დრიფტერი გადავარდნილა ტრასიდან შეცდომების გამო. საჭირო დროს ტორმოზი, კვეთრი სწრაფი მოსახვევები და მორჩილება. ნახოთ რამდენად კარგად გაუძლებენ ამ ტესტს ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. ეს კადრები ალბათ გეცნობა, ფორსაში იყო ზუსტად
ესეთი კადრები. მართალია იქ კროკოსნიკები არ ქონდათ. ესეთი მარილიანი უგემრიელის კროკოსნიკები. მაგრამ ზუსტად ესეთი სუფრა ყავდა. ერთი-ერთში. ლაპტაიმი გვაქვს ეხა. მოგარგაჩვენ. ხო. სუპრით როგორ უნდა ვიაროთ ეხა? პანჯარას მე აუწევ. კონდიციონერი სამწუხაროდ უნდა გავთიშოთ ბოლომდე. აქედან ეს ვთიშავთ. გამოვდივართ მანუალი მირჩევნია ნამდვილად. სპორტ მოუდი, ოკეი. და traction off ამაზე ითიშება ეს რამოდენიმე წამი 5-7 წამი უნდა გეჭიროს და მე ინთება traction off. ეგონი ეგ არის და ეგ რა. სათვალე გინდა? ნოლი მთელი 5 წამი. ამოვაგდე ხა ამით. Так. 1 2 3 ძალიან კარგად დადის სხვათა შორის. უბრალოდ მანუალის სწორი არჩევანი იყო, ეგ არ ვიცი. ტრექშენის გარეშე ძალიან კარგად დადის. ტორმუზი კარგი გვაქვს და ელექტროსისტემა თითქოს მაინც გეხმარება, იმიტომ რომ არ სრიალებს. ტორმუზი ვნახოთ. კაი ბიჭი ხარ. სიჩქარეები არ გამაზა. კაი იყო, მაყოფილი ვარ. უბრალოდ რაღაცები არ მომწონს რა. ნახე როგორი თემა შეგრძნება მაქვს რომ სიჩქარეს რო იღებს მანქანის წონა თითქოს ზემოთ არის და მარცხნივ მარჯვნივ დადის. არ ვიცი ეს რის ბრალია, შეიძლება რაღაცა მაგ გაუმართავი, მაგრამ რაღაცა მაინც არ მომწონს რა. ან შეიძლება უბრალოდ ეს სერიები სუპრა და ემის სერიები, იმიტომ რომ Z4-ის ბაზაზე ხო არის ეს რა. შეიძლება რაღაც ეგეთი თვისება აქვს. რამდენია? 52-ია. 52 ხო? აი, ერთი ვსადოთ. 1 2 3 მოსახოვები უნდა დავიპყროთ კარგად. რას რეალდება? ან მოგწონს სიმართლე რო გითხრა. მეორე ABS-ი ამუშავდა. არ არის ზედმეტი აგრესია, არ არის საჭირო. არა, არ იყო ის რაც უნდა იყოს რა. წინა ჯობდა. ანუ თითქოს უფრო მეტად გაურისკე და მეთქი უკეთეს დროს დავწერ მეთქი, მაგრამ ზედმეტი აგრესია ამ სპორტში არ არის კარგი აშკარად. ყუპავ პირიქით. მაგრამ ესე ბევრად გასართობია, ბევრად მაგრად ასწორებს. რომ ებრძვი მანქანას მაგრად ასწორებს. უარესი იყო, ხო? 52 და 10. იქ აღარ შენელდი და კარგად გაიგო. აუ, მოდი ერთიც რა. ყოველ ხარ დავდივარ სუპრით არა. კაი, მე მზად ვარ. 1 2 3 აქ აღარ უნდა გავჩერდეთ ეხა. ზოგჯერ ზედმეტი აგრესიები თურმე კაი ყოფილა. ტრაქს მაგრად ამდებს სხვათა შორის. სკამი ოდნა უკეთესი მჭირდება, სუპრა ოდნა უკეთესი, იმიტომ რომ მუხლით ვაწვევი ეხა. კაია, მომწონს. ცოტათი შევეჩვიე სიმართლე რო გითხრა. ინა ავილეცე, ცოტათი შევეჩვიე მეთქი. არა, უკეთესია. ოიმე როგორ მომნატრებია თორე. აი შეიძლება ნამდვილ კარგაის. აბა 52 და 5 იყო პირველი დრო, ცუდი დრო იყო რა. 52 და 10 იყო მეორე უკეთესი. მესამე კაი იყო 51 და 12. ესე იგი ცოტა რომ ეჩვევი აუმჯობესები. მაგრამ შენ წარმოიდგინე, ბევრად უკეთესად შეიძლება სიარული, იმიტომ რომ მაინც ცოტა ვერთობოდი იდეაში, სრიალ-სრიალი. პირველზე ძალიან ნელა გაიგია. კაი, მოკლედ ეხა შეგვიძლია მეორე სუპრა გაიტესტოს დროში. და ვნახოთ. კარგად აითვალე არ მომოთხოვე.
უეჭვე, ზღაო, თითი მაქაი უსწორესი. რომელი თითი? წერა. ვისაც მაგრად გევოსებათ Toyota MK5, ანუ ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამოდენიმე ვნახე გასაყიდად და სამომავლოდ კიდე ალბათ შემოიყრება და ბევრი იქნება. და თუ რაღაც ფინანსურ თემებს ვერ ქაჩავთ, შეგიძლიათ კომპანიამ Premium Leasing-ს მიმართოთ, სადაც გაცემის საკომისიო არის 0%, დაფინანსება არის 1000 ლარიდან 100,000 ლარამდე და მიიღოთ თქვენი საყვარელი Toyota Supra, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგია და ამას ალბათ კიდე ძალიან ბევრჯერ გეტყვით ვიდეოში, იმიტომ რომ არ მომბეზდება ძლივს ვიყიდე ეს Toyota Supra MK5. და ასევე თუ ვინმე დაინტერესდებით უკულ ლიზინგიც აქვს Premium Leasing-ს და პირობები და დეტალები უკვე შეგიძლიათ აღწერაში იქნება მათი ლინკი, გადახვიდეთ, დაურეკოთ და თავად გაიაროთ ყველაფერი ერთად. კაი. ეხლა ვნახავთ როგორ უნდა ვიაროთ Supra, ძველი Supra MK4-ით. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის რა განსხვავება მართვაში გამოჩნდება. ერთი რაც არ მომწონს ის არის რომ ამას აქვს ღია ხიდი და მოსახლეობებში ეგ შეგვიშლის ხელს. რადგან ის მანუალით ვატარეთ, მოდი ესაც მანუალით ვატაროთ რომ ვიცოდეთ რომელ სიჩქარეში. დავაი. 1 2 3 მეორეში გვინდა ჯიგარო. იმენა დრიფტი შედის და არ მინდა ეს დრიფტი, ყოველთვის დრიფტი არ მიყვარს. ტორმუზი, აპექსი, არა. დაჟ დორნიკებით ჩავთ. რა სირცხვილია ღმერთიჩი. Так, სირცხვილი არ ვჯამოთ. მზად ხარ? 1 2 3 დავაი, ბუსტი. კაი. საბურავები ცხელია, ეხა უკეთესი დრო უნდა ვაჩვენოთ. აგვინდა მეორე. ცოტა აპექსიზე შესვლა რომ კარგად გამოვიდეთ. აქ ცოტა კარგად ჭკვიანურად გვინდა შესვლა. ეგარი, მიდი. ტორმუზი კარგად მუშაობს მაინც. აქ არ მოგვისტრიალდეს. კაი, ხო? მაგრამ მე მგონია რომ უფრო უარესი დრო ვაჩვენეთ მაინც. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვებრძვი მანქანას. იმენა მანქანას უნდა რომ მოგკლას ჩემი კაი და ებრძვი, რო არ მოკვდე. რა საშინელება? მარმოა. ხო. როლმა ჯესუ კარგი სტრატეგია გინდა და მე დაჭდა. ეგრე იცის ხო? შემწვარი ქათამივით გზობს. სუდია უფრო 53 და 5. მაგრამ მანქანას ინდობს ავარაუდოთ შედი რო არ არის ალბათ. ანუ განდობის თემა არ არის, უფრო არის ალბათ მიჩვევის თემა რა. აი მოსახოში როგორ შედის, თან ეხა იდეალურ აპექსებზე მაინც ვერ გავდიოდი. ხან ისე იყო, ხან ესე იყო რა. მაგრამ კარგი, ბევრად უფრო მომწონს იმის სიარული უფრო მომწონს. ხო, გეიტ. ბევრად კაი. რა? და მიდიხარ. მე ეფექტიური არის და ეს ისე დადის რა. ქალაქში. ყოველ შემთხვევაში ეხა ამაზე შეიძლება დროის ჩამოწევა იმაზე შეიძლება, მაგრამ ასე თუ ისე ეს ჩოლებრივ visual guy რომელიც მანქანაში ასთვის ეკვება, საშუალო დრო არის MK4-ისთვის და MK5-ისთვის და ერთი წამება განსხვავება და ბუნებრივია ჩემი აზრით. კი, ნუ რაც უფრო მეძგაიული ნაკლები იქნება რა თქმა უნდა. დაბლით აი ესეში მართალია ეს ახალი Supra უფრო სწრაფია. ბევრობთ რომ კარგად ვიყენებთ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მინდა ჩამოყალიბდეთ რითი ჯობია ახალი Supra, რითი ჯობია ძველი Supra. აი, ძალის შეგრძნება რო აიღო, ანუ ძალას როგორ გრძნობ, ანუ ემოციურად, რამდენად ახლოს არის შენთან. ძველი Supra ბევრად ჯობს.
ტიუნინგის პოტენციალის ამ ეტაპზე ორიჯეიზის თემები ისეა განვითარებული, რომ ძალიან მრავალფეროვნება გვაქვს ორიჯეიზის ტიუნინგთან დაკავშირებით. ასე რომ ეს მეორე ხმაც ძველ სუპრას. რაც შეეხება ყოველდღიურობას, ახლა მაგას წყალი არ გაუვარო, ახალი სუპრა ჯობია თავისთავად. მეორე სტატუსის თემაც აშკარად ახალი სუპრისკენაა, იმიტომ რომ კომფორტულია, ლამაზია, თანამედროვეა და ქალაქში რო დადიხარ, ვინც არ იცის ძველი სუპრა რა არის, როგორია და ასე შემდეგ, ახალი სუპრა აშკარად ძალიან ისეთ გამორჩეული მანქანაა თბილისში და ძალიან ბევრი ეს უბრალოდ თვალს გაყოლებს, რომ უარ გადაობ. ანუ იშვიათობაა რა, ამ ეტაპზე იშვიათობაა. ვიცი რომ ზოგიერთი თქვენგანი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ახალ სუპრას, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ ახალი გამოშვებულია და MK5, ანუ ახალი სუპრა ჯერ კიდევ თავის ისტორიას წერს. ანუ წლები უნდა გავიდეს რომ ტიუნინგი და თავის სახელი ისტორიაში დაწეროს რა. მაგრამ ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ? აი როზი ხართ სახში, ანუ მანქანაში. მითხარით, სახში ტრეკიდან ძველი სუპრით წახვიდოდით თუ ახალი სუპრით? დაწერეთ კომენტარებში.